თურქეთში გამგზავრებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში პრესკონფერენცია გამართა. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა პუტინთან შესახვედრად. ზელენსკი ერდოღანთან ერთად ანკარაში იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში ჩასვლას გადაწყვეტს. ზელენსკი ერდოღანთან ერთად დედაქალაქიდან სტამბოლში იმავე დღეს გადაფრინდება. თამარ ჭავჭავაძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. თამარ, ჯერჯერობით მაინც ვარაუდების დონეზე წერს საერთაშორისო მედიას, თუმცა დავიწყოთ საუბარი იმით, რაც უკვე დადასტურებულად ვიცით. დიახ, ხო ცოტა ხნის წინ რიადში საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ახსენა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებიდან პოზიტიურ შედეგებს ელოდება. მას არ უთქვა საპირებს თუ არა თავადაც გაემგზავროს, თუმცა აღნიშნა, რომ მიემგზავრება დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ ვიტკოფი. ვოლოდიმირ ზელენსკი კი უკვე გაემგზავრა ანკარაში. გამგზავრებამდე კი კიევში პრესკონფერენცია გამართა. და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. უკრაინის ლიდერი 15 მაისს თურქეთის დედაქალაქში რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართავს მოლაპარაკებებს და მასთან ერთად პუტინთან შეხვედრას დაელოდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ლიდერი სტამბოლში ჩასვლას გადაწყვეტს, ზელენსკი რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად ანკარიდან სტამბოლში გადაინაცვლებს. მისი თქმით, ამაზე თურქეთის პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია. პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა, რა შეიძლება მოხდეს, თუ პუტინი ვიზიტზე უარს იტყვის. მისი თქმით, ეს იქნება ნიშანი, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და ამაზე პასუხი მკაცრი სანქციები უნდა იყოს. მეც კი წარმომიდგენია ეს შეხვედრა, მაგრამ მზად ვარ. ამ ადამიანს შევხვდი 2019 წელს დეკემბერში. აბსოლუტურად მესმის რაზე უნდა ვილაპარაკო. სიმართლე ჩვენს მხარესაა, მაგრამ იმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი ხალხის გულისთვის. უკვე მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ამას. პირველ რიგში უკრაინელებისთვის ყველა სურს ომის დასრულება. ჩვენ გვინდა შევთანხმდეთ ომის დასრულების დაწყებაზე. რუსული ნარატივია, თითქოს მე პუტინთან მოლაპარაკების წარმოება არ შემეძლია. ჩემს გარდა არავის არ შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენი ქვეყნის კურსზე. უკრაინის კონსტიტუციით ეს არის ჩემი უფლება და მოვალეობა. მე წარმოვადგენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არაერთხელ აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპთან, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. მას ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკებების ეშინია, მაგრამ მე ვიქნები 15 მაისს ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესახვედრად. თუ პუტინი ანკარაში არ ჩამოვა და ჩავა სტამბოლში, მეც და პრეზიდენტი ერდოღანიც იქ გავემგზავრებით. І турецька сторона готова, що ми з президентом Ердоганом полетимо в Стамбул. ჩვენ დავადასტურეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და იქნება თურქეთში. გუშინ ძლიერი და მკაფიო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ელოდება ორივე ლიდერის ყოფნას თურქეთში. ის ფიქრობს იქ ჩასვლის შესაძლებლობაზე. თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის თურქეთში ჩამოსვლაზე, ეს იქნება ბოლო სიგნალი, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება და მოლაპარაკებები. ვლადიმერ პუტინი შაბათს ღამით გამოვიდა უკრაინასთან პირდაპირი დიალოგის განახლების წინადადებით. შეხვედრის ადგილად სტამბოლი და თარიღად 15 მაისი დაასახელა. დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა რუსეთის ლიდერის ამ წინადადებას. ბოლო 3 დღეა კრემლში პუტინის გამგზავრების გეგმების შესახებ არ საუბრობენ. დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება ამ დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა რუსული მედია წერს, რომ თურქეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი გაემგზავრებიან. რუსული მხარე განაგრძობს მომზადებას მოლაპარაკებებისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს ხუთშაბათს სტამბოლში. ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. როგორც კი პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, გამოვაცხადებთ, ვინ გაემგზავრება. რაც შეეხება ევროპის მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში, ვინეგანის მთლიანად უკრაინის მხარესაა, ვერ ექნება პრეტენზია მიუკერძოებულ მიდგომაზე. ევროპის მიდგომა არ არის დაბალანსებული. ის უფრო მიმართულია ომის გაგრძელებისკენ და მკვეთრად კონტრასტულია იმ მიდგომებთან, რომლებსაც მაგალითად მოსკოვში ან ვაშინგტონში გამოხატავენ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, რუსეთი შეერთებული შტატებისგან მკაცრ სანქციებს უნდა ელოდოს. ამის შესახებ განაცხადა კიტ კელოგმა, მკაცრ სანქციებს ამზადებს ევროპაც, რომელმაც გუშინ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და ზავზე დასათანხმებლად ვადა დღის ბოლომდე მისცა, თუმცა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ზომების მიღება დროებით შეაჩერა და სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება.